ავაი მართლა ძალიან გემრიელი არის რა. თუ და გაინტერესათ ასე გემრიელად რა ვჭამდი, გეტყვით რომ ეს იყო ცილის ფანკეიქები და დღეს განახევთ როგორ გავაკეთოთ ჯანსაღი ცილის ფანკეიქები მარტივად. სანამ დავიწყებდე, ასევე ვიტყვი რომ მომივიდა ახალი ჯიმშარქის შარვალი და გთხოვთ რომ შეიმფასოთ აი აქ ჩავსო ვიდეოებს და შეაფასეთ 10 ბალიანი სისტემით. მადლობა, ახლა კი გადავიდეთ ცილის ფანკეიქებზე. ჯანსაღი ცილის ფანკეიქების გასაკეთებლად დაგჭირდება 1 ბანანი, 1 ცალი კვერცხი, პროტეინ შვრია, პროტეინ იოგურტი სკირის და რა თქმა უნდა ცილის ფხვნილი. აბა ისე როგორ. პირველ რიგში უნდა ავიღოთ ბანანი და კარგად უნდა ჩაუჭყლიტოთ თეფში რა. ეგრევე ჯიმიდან ამოვედი ახლა, ეგრევე ცილები უნდა მივიღოთ რა თქმა უნდა. კაი ზურგის დღე მქონდა რა. ბანანი კარგად უნდა ჩაუჭყლიტოთ, აი ძალიან კარგად. რა თქმა უნდა, თუ გინდათ უფრო მეტი ფენკეიქი რო გამოგივიდეთ, უფრო მეტი ბანანი გამოიყენოთ და უფრო მეტი კვერცხი, მაგრამ ახლა მე ვიყენებ 1 ბანანს და 1 კვერცხს. ჩვენი ბანანიც კარგად ავთქვიფეთ და ახლა დრო არის რომ ჩავამატოთ კვერცხი. და რა თქმა უნდა, ესეც ძალიან კარგად უნდა ავთქვიფოთ ახლა. ვაიმე. ესეც კარგად ავთქვიფეთ და ახლა უნდა ჩავამატოთ ჩვენ პროტეინ შვრია. მაგრამ სანამ პროტეინ შვრიას ჩავამატეთ, რას ვაკეთებთ? თქვენ გეგონათ ახლა ლუცა მოვიღებდი და დავლევდი კეშლებით. ვიღებთ სასწორს. სასწორს ვიღებთ და ვამატებთ დაახლოებით 20 გრამ პროტეინ შვრიას. რა თქმა უნდა, ეს პროტეინ პროდუქტები გერმანიაში უფრო იაფი არის და სამწუხაროდ საქართველოში ამდენი პროტეინ პროდუქტი არ გვაქვს ჯერჯერობით. ათქვეფის შემდეგ ვამატებთ ცილას. რა თქმა უნდა, მე ვამატებ ხოლმე 1 სკუპს და ამავდროულად ნელ-ნელა ვიწყებთ ტაფის გაცხელებას და უმჯობესი იქნება თუ გექნებათ ისეთი ტაფა, რომელიც არ იკრავს, იმიტომ რომ რო იკრავს ხოლმე ძალიან ცუდად გამოდის. სანამ ჩვენი ტაფა ცხელდება, ჩვენ ვამატებთ 1 სკუპ ცილას. და ბოლოს რაც დაგვრჩა დასამატებელი არის სკირის პროტეინ იოგურტი. აქ ვამატებთ 1 კოვზი. 1 დიდი კოვზი ჩავამატოთ და დანარჩენი შევინახოთ, იმიტომ რომ კიდე რაღაც კერძი უნდა გავაკეთოთ და დაგვრჩება აუცილებლად. ფანკეიქისთვის ყველაფერი მზად გვაქვს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შემდეგ ჩაამატოთ რამე ხილი, მაგალითად მე ვამატებ ხოლმე მოცს და სანამ ტაფა ცხელდება, მანამდე ვაკეთებთ მეორე კერძს, რომელიც არის პროტეინ ფართი და მაგაზე უკვე მიდევს ვიდეო თუ როგორ კეთდება და ეს პროტეინ ფართი დაგჭირდება იმისათვის, რომ დავადოთ ზემოდან ფანკეიქებს. ჩვენი პროტეინ ფართიც მზად არის, ფანკეიქებისთვის ყველაფერი მზად არის, ტაფაც გაცხელდა, ჩავამატოთ ახლა ცოტა ზეითუნის ზეთი და შემდეგ უკვე შევუდგეთ ფანკეიქების მზადებას. ყველაფერი მზად არის, შეგვიძლია ჩავამატოთ ჩვენი პროტეინ ფანკეიქისთვის. ერთ მხარეს ვტოვებთ 3-4 წუთი, შემდეგ ვატრიალებთ და კიდევ 3-4 წუთი დასჭირდება მეორე მხარეს დაახლოებით. კარგი, მოდი ვნახოთ როგორი გამოგვივიდა. ავიღოთ ჩვენი პროტეინ ფართი და დავადოთ ზემოდან ჩვენს ცილის ფანკეიქს. ავაი მართლა ძალიან გემრიელი არის რა. და რაც მთავარია, არანაირ ზედმეტ კალორიას არ ვიღებ, რასაც ისედაც ვჭამდი ყოველდღიურად, ზუსტად იმავეს ჭამ ახლაც. უბრალოდ ყველაფერი გავაერთიანე. ამ 5 ცალ ცილის ფანკეიქებში გამოგვდის დაახლოებით 400 კალორია, 50 გრამი პროტეინი, 55 გრამი ნახშირწყლები, დაახლოებით 18 გრამი შაქარი, ეგეც ბანანის გამო და დაახლოებით 7 გრამი ცხიმები. ჩემი აზრით ძალიან ჯანსაღი და კარგი კერძი არის, მით უმეტეს ჯიმის შემდეგ, ვარჯიშის შემდეგ და რაც თავია ძალიან მარტივი არის. თქვენს სადეთ გაკეთება და შემდეგ დამიწერეთ კომენტარებში როგორი გამოგივიდათ და თუ მოგეწონებათ გემოზე. მადლობა, ნახვამდის.